ჩვენ უნდა მაშინ ვისაუბროთ რეალურ დამნაშავეებზე, ანუ მაგიდის წევრების დასჯაზე. აი ამ თვალსაზრისით მე სამწუხაროდ ასეთი ოპტიმიზმი არ მაქვს, რომ ამისთვის მზად არის დღეს საქართველოს ხელისუფლება. ქაბატონ თინა, საკმაოდ მძაფრი პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა პოლიტიკური პარტიების ლიდერების მხრიდან. ეს შეაფასეს როგორც განაჩენი ხელისუფლებისთვის და ხელისუფლების უმაღლესი პირებისთვის განაჩენი, რომელიც გამოიტანა სტრასბურგის სასამართლომ. ქვეყნის იმიჯის თვალსაზრისით, სასამართლოს იმიჯის თვალსაზრისით, ამ გადაწყვეტილებაზე რა სიტყვით? რამდენად ძიმეა დემოკრატიული პროცესი არის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები ბევრი ქვეყნის წინააღმდეგ გამოაქვს, მათ შორის სუპერდემოკრატიების წინააღმდეგაც და მხოლოდ ამის გამო ახლა ჩვენ ვერ ვიტყვით ნამდვილად, რომ ამ გადაწყვეტილებით რაღაცა დამთავრდა. ესე არ არის. დღეს იმავე გადაწყვეტილებათა სერიალში შვეიცარიის წინააღმდეგ გამოიტანა სასამართლომ რამდენიმე გადაწყვეტილება მაგალითად და ნამდვილად არ ნიშნავს ეს იმას, რომ ამით შვეიცარიის პრესტიჟი დაეცა ან რამე სერიოზული პრობლემები შეექმნა. აქ უფრო სხვა რამეზეა საუბარი, აი მერე რა მოხდება, ეს არის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი. გადაწყვეტილება გამოვიდა, მნიშვნელოვანი იქნება სწორედ პრესტიჟის, დემოკრატიულობის ხარისხის, ქვეყნის მზაობის ხარისხის, რომ დანაშაულისთვის პასუხი აგოს. თვალსაზრისით ის თუ რაც იზავს ამის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება დაიწყებს თავიდან გამოძიებას, არ დაიწყებს, დასჯის რეალურად დამნაშავეებს არ დასჯის. ამიტომ მე ვიტყოდი, რომ ეს განაჩენი არის დასაწყისი ქვეყნის სახელმწიფოს საქართველოს ხელისუფლების პრესტიჟის საქმეა, ჩვენ ამას სულ ვამბობდით, მე სულ ვამბობდი პირადად, რომ სანდრო გირგულიანის განაჩენი იქნება განაჩენი ამ ხელისუფლების ზნეობაზე და ეს განაჩენი გამოვიდა. ეხლა რამდენად მოახერხებს საქართველოს ხელისუფლება, რომ ბოლომდე ლაფში ამოსვაროს საკუთარი დემოკრატიულობის რაიმე სინდრომი თუ კი რამე დარჩენილი აქვს, ეს უკვე მათზე იქნება დამოკიდებული. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა თქვენს მენდი თინა ხიდაშელს. კიდევ ერთი ჩართვა გვაქვს სანდრო გირგულიანის ბიძა გოგი ენუქიძეა ჩვენთან სატელეფონო ხაზზე. ბატონ გოგი, გამარჯობა. გამარჯობათ. როგორია ოჯახის წევრების პოზიცია სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ? ჩვენ სამსავით კმაყოფილები ვართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით. იმდენად რამდენადაც ჩვენი სიმართლე როგორც იქნა მივაღწიეთ ამ სიმართლეს სტრასბურგის სასამართლოში, სამწუხაროდ ამას ვერ მივაღწიეთ საქართველოში და ამდენად ჩვენ ნამდვილად კმაყოფილები ვართ აი ამ გადაწყვეტილებით და უპირველეს ყოვლისა ჩვენ რაც გავაკეთეთ, პატივი მივაგეთ ამეთი ჩვენს ახლობლებს სანდროს და ირინას. საქმის გამოძიებაში დაბრუნებაზე საუბრობს ადვოკატი. თქვენ რამდენად გაქვთ იმედი, რომ ქართული სასამართლო მართლმსაჯულება დააბრუნებს ამ საქმეს გამოძიებაში და თავიდან იქნება ეს საქმე გამოძიებული? მე საერთოდ ქართული სასამართლოს არ მჯერა და არ შემეძლია რომ დავიჯერო ქართული სასამართლოს. თქვენ კარგად იცით, რომ 5 წლის განმავლობაში ჩვენ ქართულმა სასამართლომ მხოლოდ ესე იგი გაგვატარა ამ ტყუილების ფონზე და ამდენად მხოლოდ იმას ველოდით, რომ სტრასბურგში გვეპოვნა ჩვენი სიმართლე და ზუსტად აი დღეს არის ის დღე, როდესაც ჩვენ ვიპოვეთ ეს სიმართლე და არ ამჯერავს, რომ ამ ხელისუფლების ქვეშ საერთოდ რამე წარმატებას მიაღწიოს სამართალმა. ბატონ გოგი, არის თუ არა რაიმე, ესე ვთქვათ, რამე ტიპის შენიშვნა თუ გაქვთ გადაწყვეტილების მიმართ, მაგალითად არის ერთი ჩანაწერი, რომ პასუხისმგებლობას პოლიციის მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილ დანაშაულზე სახელმწიფოს ვერ დააკისრებენ პასუხისმგებლობას, ვინაიდან ამ შემთხვევაში სპეცოპერაციას ადგილი არ ქონია. ჩვენ მსმენელი ყავდა ხაზზე, რომელმაც ჩათვალა, რომ ეს მუხლი არის აუცილებლად გასასაჩივრებელი. თქვენი ოჯახის პოზიცია როგორია? იცით რა, მე ამ წუთას ვერ ვიტყვი, რამდენად შეეფერება სიმართლეს აი ის რაც არის ჩაწერილი და რასაც თქვენ იძახით, იმდენად რამდენადაც კარგად არ ვიცნობ ამ გადაწყვეტილებას. მე არ ამგონია, რომ საერთოდ ეგეთი რამე იყოს, მაგრამ თუ არის ეგეთი რამე, აუცილებლად ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი პროტესტი მოყვება ამას. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა თქვენ უსმენთ გოგი ენუქიძეს, სანდრო გირგულიანის ბიძას. ჩვენ ბრუნდებით დავით ჯანდიერთან. ბატონ დავით,
ბატონ გოგისთან არ ქონდა დღეს იმენად მძიმე დღე იყო, არ ქონდა შესაძლებლობა არც ბატონ გურამთან ძლივს დაუკავშირდეთ ერთმანეთს ბატონ გოგისთან, რომ ერთად ან თქვენ გინდათ რომ კარგად ოჯახის წევრებს გააცნოთ და ერთად მიიღოთ ასე ვთქვათ სამოქმედო გეგმის შესახებ. გადაწყვეტილება, ამიტომ ეს ისეთი ქაოტური სიტუაცია არის, ასე ვთქვათ, დღეს ერთი ეთერიდან მეორე ეთერში გვიხდება მისვლა და ამდენად ბოლომდე არ არის ბატონ გოგის საქმის ყურში, საქმის დეტალებით. ეხლა მე ერთი გარემოება მე არ მინდა ისე იქნეს გაგებული, რომ წინასწარ ხელახალი გამოძიების დაწყება ძალიან იდეალისტურად ვუყურებ ამ საკითხს საქართველოს მთავრობის მხრიდან და მაქვს განსაკუთრებული იმედები იმის, რომ უპრობლემოდ მოხდება ამ საკითხის გადაწყვეტა. უბრალოდ ეს იქნება ძალიან რთული პროცედურა, ეს იქნება მუდმივი და ძალიან სერიოზული ზეწოლის საგანი უნდა გახდეს ადამიანის უფლებათა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ და ბუნებრივია უნდა მოხდეს გადაწყვეტილების აღსრულება, ანუ იმ გარემოებების გამო, რის გამოც იქნა დარღვევა ცნობილი ევროპული სასამართლოს მიერ, ისინი უნდა იქნეს აღმოფხვრილი. ეხლა თქვენ ნებართვით უბრალოდ მე მინდოდა რას ეხება ეს დარღვევები, რატომ ცნობს სასამართლომ დარღვეულად, ეს არის ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი. პირველ რიგში სასამართლომ მიუთითა, რომ ის გაოგნებული არის პირდაპირ ამ სიტყვებს ამბობს იმ ფაქტის გამო, რომ თავდაპირველად საქმეს იძიებდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ის გაოგნებულია იმ ფაქტის გამო, რომ ბატონმა დათა ახალაიამ საქმის ყურში ჩააყენა პირადად შინაგან საქმეთა მინისტრი და მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრისთვის ცნობილი გახდა, რომ ეს იყო ის საკითხი, რომელშიც შესაძლოა მონაწილეობა ჰქონოდა შარდენის სუფრის წევრებს და მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი გახდა ბატონი გერუნტი ალანიასი, რომელიც არის ამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი მონაწილეობის შესახებ და სხვა თანამშრომელთა მონაწილეობის შესახებ, მან მაინც არ ჩამოიცილა შინაგან საქმეთა სამინისტროდან ეს საქმე და უთხრა პირიქით ბატონ დათა ახალაიას, რომ გაეგრძელებინა ამ საქმის გამოძიება, რისი უფლებაც შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ქონდა. ეხლა მოცემულ შემთხვევაში ჩვენ აქ ვსაუბრობთ, როდესაც ვსაუბრობთ ამაზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ქონდა ამის უფლება, როდესაც იუსტიციის მინისტრი პირადად იქნა საქმის ყურში ჩაყენებული იმის თაობაზე, რომ გენერალური პროკურატურას